უკრაინის დელეგაციამ გაეროს უშიშროების საბჭოს ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის გაერთიანებული სამხედრო ძალების შექმნის შეთანხმების განხილვის ინიციატივით მიმართა, თუმცა წინადადება რუსეთის დელეგაციამ დაბლოკა. ვლადიმერ ელჩენკოს თქმით, რუსული მხარე უხეშად არღვევს საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას. უკრაინულმა მხარემ ოფიციალურ მოსკოვს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარების გამოყვანისკენაც მოუწოდა. უკრაინის დელეგაციამ უშიშროების საბჭოს 2 პუნქტიანი განცხადების მიღებაც შესთავაზა, სადაც ჩაიწერებოდა, რომ საბჭომ განიხილა საქართველოში არსებული ვითარება და საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში უჭერენ მხარს, თუმცა ინიციატივა საბოლოოდ რუსეთმა დაბლოკა. ვლადიმერ ელჩენკოს ტვიტერზე გავრცელებულ ინფორმაციას ტვიტერის საკუთარ გვერდზე ავრცელებს გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი. კახა იმნაძე ორგანიზაციის უშიშროების დახურულ საბჭოზე საქართველოს საკითხის განხილვას მნიშვნელოვანს უწოდებს. ფაქტს ეხმაურებიან თბილისშიც. ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციის თემა, რუსეთის ვალდებულებები 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად დღეს საერთაშორისო საზოგადოების დღის წესრიგში პარტნიორები და მეგობრები მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, რაც ცხადია ჩვენი საგარეო პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი არის და მე ამას უყურებ როგორც სიძლიერეს ჩვენი ხელისუფლების და ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტროს. რუსეთის პოზიცია ჩვენს ტერიტორიებთან დაკავშირებით ცნობილი არის. ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები ისევ მათ მიერ არის ოკუპირებული, ამიტომ ეს გასაკვირი ნამდვილად არ ყოფილა ჩემთვის მათი ეს პოზიცია. რუსეთი გააგრძელებს ამ პოლიტიკას, იმიტომ რომ რეალურად საქართველოსთან მას არავინ არ ელაპარაკება. უკრაინელებისთვის ჩვენ ამ შემთხვევაში მადლობის თქმის მეტი არაფერი არ გვეთქმის, მაგრამ ეს შედეგს ნამდვილად ვერ მოიტანს. ეს იქნება კიდევ ერთი, ესე ვთქვათ, ლაპარაკისათვის და დაელაპარაკო რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებას. სტატუს კვო, რომელიც არის დღეს საქართველოში, იდეალური არის რუსეთისათვის. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და მოუწოდებდით ხელისუფლებას, რომ თვითონ ყოფილიყო აქტიური და არა, ვთქვათ, რაღაცა რეაქცია მოეხდინა სხვების გადაწყვეტილებებზე. ეს არის ჩვენი საგარეო გუნდის, ასე ვთქვათ, პრობლემა, ის რომ ჩვენ ნაკლებად აქტიურები ვართ, არა მხოლოდ ამ საკითხში, ნებისმიერ სხვა საკითხში და სწორედ ეს არის ხოლმე ჩვენი კრიტიკის საგანი.